რა არის ტყუილი, როდის იტყუება ბავშვი? რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვმა აღარ მოგვატყუოს? შევეცდები მოგცეთ რეკომენდაციები, რომლებიც გამოგადგებათ იმისთვის, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდეთ, რომ თქვენი შვილი იტყუება. მე ვარ მზიკო დავაქიშვილი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი. ეს Family Zone-ია, გახდით ამ არხის გამომწვევი. რას ვაკეთებთ მაშინ, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი შვილი გვატყუებს? გასაგებია, რომ ეს ძალიან მტკივნეული მომენტია, როდესაც აღმოვაჩენ, რომ შენთვის ასეთი ძვირფასი ადამიანი რაღაცას გიმალავს, ტყუილს გეუბნება. პირველი რეაქცია, როგორც ყოველთვის, ხშირად არის ხოლმე დამსჯელობითი, აღშფოთებას გამოხატავს მშობელი. საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ჩვენ შევიკავებთ ამ პირველი ემოციისგან თავს და პირველი რასაც გავაკეთებთ, დავსვამთ კითხვას, რაში დაჭირდა შვილს, რომ დამიმალა და არ მომატყუა. სწორედ ამის შემდეგ შესაძლებელია, რომ მივაგნოთ იმ მიზეზებს, იმ რეალურ მიზეზებს, რატომაც ჩვენი შვილი ჩვენ გვატყუებს. ორი მნიშვნელოვანი რჩევა მინდა უთხრა მშობელს. პირველი, რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი შვილი გვატყუებს და მეორე, ზოგადად, როგორი უნდა იყოს ჩვენი საქციელი, რომ ჩვენ შვილს ტყუილი არ დასჭირდეს. მშობლისთვის ძალიან მტკივნეულია ის მომენტი, როდესაც აღმოვაჩენს, რომ ბავშვმა მომატყუა. ასაკის და მიუხედავად, ტყუილი ყოველთვის არის უსიამოვნო მომენტი. მინდა აღვნიშნო, რომ მატყუა რა ბავშვი, როგორც ესეთი არ არსებობს. ანუ ბავშვი არ იბადება ტყუილით, ტყუილი არის შეძენილი თვისება, რომელიც მას რაღაცაში დასჭირდა. მაშინ, როდესაც მშობელი აღმოვაჩენს, რომ ბავშვმა მას ტყუილი უთხრა, ან გამოიჭერს ტყუილში, როგორც ვამბობდით ხოლმე, პირველი რეაქცია მიუხედავად იმისა, რომ ემოციურად ჩვენთვის ძალიან რთულია, უკეთესი იქნება, თუ ჩვენ ამას შეუმჩნევლად დავტოვებთ და არ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ თავს გვგრძნობთ მოტყუებულად. ამ საკითხს ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით ბავშვთან, თუმცა არა ამ მოცემულ მომენტში, როდესაც ბავშვი სიტუაციიდან, ასე ვთქვათ, გამოძრომას ცდილობს. ბავშვი ამას აკეთებს არა იმიტომ, რომ მას მოსწონს ტყუილი, ბავშვი ამას აკეთებს იმიტომ, რომ მისთვის ძალიან რთულია თქვა სიმართლე და სწორედ ამ სიმართლეს უნდა მივუახლოვდეთ ბავშვთან ერთად, თუმცა დიალოგის საშუალებით და არა დამსჯელობითი ტონით, ან საყვედურის ტონით, რითიც ჩვენ სავარაუდოდ ბავშვს კიდევ უფრო ჩავკეტავთ და კიდევ უფრო უარს იტყვის ბავშვი ჩვენთან ურთიერთობაზე წამოსვლისთვის და აღარ იქნება ჩვენთან გულწრფელი. როგორ ვაკეთებთ ამას? ძალიან ბევრი მშობელი ვიცი, რომ ძილის წინ შვილთან ურთიერთობს, რადგან დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მშობლები მხოლოდ დღის მეორე ნახევარში თუ მოახერხებენ ხოლმე ბავშვთან რაღაცა დოზით ურთიერთობის დამყარებას. ვურჩევ კიდეც ხოლმე მშობლებს, რომ ძილის წინ ეს პერიოდი 15-20 წუთი გაატარონ გულახდილი საუბრისთვის. სწორედ ეს პერიოდი იქნება ძალიან ნაყოფიერი მათთვის, თუ განიხილავენ იმ კონკრეტულ თემას, რა თემაზეც ბავშვს ტყუილი დასჭირდა. ეს არ უნდა იყოს პირდაპირ მითითება, რომ იცი რა, მე დღეს ვიგრძენი, რომ შენ მე ტყუილი მითხარი. ეს შეიძლება იყოს ისტორიის მოყოლა მშობლის მხრიდან, რომელიც ანალოგიურია მის პირად გამოცდილებაში, რაც მასაც გადახდენია, თუნდაც მის მშობელთან. აი ამ ეს შეიძლება გახდეს წინაპირობა ბავშვისთვის, რომ მანაც მოახერხოს ამ თემაზე გულახდილი საუბარი. ძალიან მარტივი ფრაზა, დე, მე შენ ყველაფერს გაგიგებ, შეიძლება იყოს ჯადოსნური და შეიძლება იყოს სწორად ის მომენტი, როდესაც ბავშვი შეძლებს, რომ მან გულახდილი საუბარი შეძლოს დედასთან. რაც ასევე მომდევნო შემთხვევებში გაცილებით ნაკლებად დატოვებს იმის შანსს და ალბათობას, რომ ბავშვს კიდე დასჭირდეს ტყუილი დედასთან. ერთხელ თუ მოხდა ტყუილის ბავშვისგან გამხელა, ოღონდ არა იმ ფორმით, რომ აღსარება ჩაგვაბაროს და გითხრას, რომ მე შენ ტყუილი გითხარი, არამედ დიალოგის საშუალებით, რომ თურმე ამ თემაზე საუბარი დედასთან შეიძლება და დედას არ ექნება ამაზე ის რეაქცია, რომ მე ვარ ცუდი და არ იქნება ჩემთვის შემფასებლური მისი რეაქცია, აქედან გამომდინარე ბავშვი აუცილებლად მომდევნო შემთხვევებშიც მოახერხებს ნებისმიერ თემაზე, იყოს ის ვინც არის, იყოს ისეთი, როგორიც არის და იქნება მიღებული მშობლისგანაც ისეთი, როგორიც არის და ეს არ არის საბოლოო ვერსია ბავშვის, რადგან ბავშვი, იმიტომაც არის ბავშვი, რომ მუდმივ განვითარებაშია. ტყუილზე საუბრის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ.
განსაზღვროთ თვითონ ტყუილი ის შევთანხმდეთ იმაზე თუ რას ვგულისხმობთ როცა ვამბობთ ტყუილს. ბავშვი იტყუება მაშინ, როდესაც მან იცის რომ ის იტყუება. თუ ბავშვს გონია რომ სიმართლეს ამბობს და დედა მიცის რომ ეს არის მისი ფანტაზიის ნაყოფი და აი ამ ფანტაზიის ნაყოფს აიგივებს ტყუილთან, სწორედ ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა რომ ეს სხვადასხვა რაღაცა. ბავშვის ფანტაზია აუცილებელიც კი არის მისი განვითარებისთვის და არ აგვერიოს რა არის ბავშვის ფანტაზია და კარგად განვითარებული ფანტაზია და რა არის ტყუილი. არსებობს თუ არა ზოგადი რჩევა, რომელიც მშობელმა უნდა გაითვალისწინოს იმისათვის, რომ ბავშვმა ნაკლებად მოატყუოს, ან საერთოდ არ დასჭირდეს მას ტყუილი. ამისგან დაზღვეული არც ერთი მშობელი ვართ, რადგან ბავშვები ძალიან გრძნობიარე არსებები არიან და მშობლის გრძნობები, განცდები, ემოციები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სათუთია. ისინი ამას უფრთხილდებიან. მაგალითისთვის თუ ავიღებთ, თუ ბავშვმა გატეხა სახლში დედისთვის ძალიან საყვარელი ნივთი და მან დამალა რომ ეს ნივთი მან გატეხა, აქ გვაქვს ძალიან ფაქის და გრძნობიარე შემთხვევასთან საქმე. რასაკვირველია მან იცის რომ თვითონ გატეხა ეს ნივთი, იცის რომ ტყუილს ამბობს, მაშინ როდესაც ამბობს რომ მე ეს არ მიქნია და ამბობს რომ არ ვიცი ეს ვინ გააკეთა, თუმცა ამ შემთხვევაში მშობლებს ყურადღებას გავამახვილებინებდი არა იმ ფაქტზე რომ ბავშვი არ აღიარებს და მალავს, არამედ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მშობლის რეაქცია, მშობლის ემოცია, მშობლის ყოველი უარყოფითი ემოცია ბავშვისთვის არის ძალიან მტკივნეული და ამ მტკივილს გაურბის და ეს ბუნებრივია, რადგან ბავშვი არის ბავშვის სათუთი არსება, რომელმაც არ იცის როგორ უნდა გაუმკლავდეს საკუთარ ემოციებს ასეთ შემთხვევაში და არც იცის თუ როგორ უნდა იზრუნოს დედაზე, რომელსაც მან ფაქტია რომ მტკივილი მიაყენა. ჩვენ თუ ამ კუთხით შევხედავთ ბავშვის მიერ ასე ვთქვათ დამალულ ფაქტს, აღარ შევრასხავთ მას ტყუილად, არამედ შევეცდებით რომ გავიგოთ თვითონ მისი ემოცია, რომ ბავშვმა ვერ შეძლო გამკლავებოდა საკუთარ ემოციას და ეს უბრალოდ დიდი შანსია რომ დროებით დამალა, გაცილებით უფრო მეტ სივრცეს მივცემთ ბავშვს საკუთარი ემოციის გაზიარებისთვის და იმ აღიარებისთვის, რასაც ჩვენ მშობლები ყოველთვის ველოდებით. აღიარე და არ გეჩხუბები. ბავშვი ამას აუცილებლად მოახერხებს, თუ ჩვენი ემოცია არ იქნება მიმართული მის ცუდ საქციელზე, ან თუნდაც იმ მომენტზე, რომ გამოვტეხოთ და ვათქმევინოთ, რომ ნამდვილად მან ეს გააკეთა. და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მატყუარა ბავშვი არ არსებობს, ცუდი ბავშვი არ არსებობს. ბავშვი თუ იტყუება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მშობლებმა არ დავკარგოთ მათი ნდობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს ის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვის ფანტაზია მისივე განვითარებისთვის. კარგად გავუმიჯნოთ ფანტაზია ტყუილისთვის და როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ბავშვი გვატყუებს, ისიც ვიცოდეთ, რა არის ამის მიზეზი. ვკითხოთ საკუთარ თავს, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენსავე შვილს ჩვენი მოტყუება არ დასჭირდეს. ჩვენ თუ ვიქნებით ნაკლებად შემფასებლური, ნაკლებად დაუშვით საკუთარ შვილებს და ვაგრძნობინებთ, რომ ჩვენ ისინი მიღებული გვყავს ისეთები, როგორებიც არიან, რომ შეცდომები დასაშვებია და შეცდომა არ არის საბოლოო მომენტი შეფასების პროცესში. სწორედ ამის შემდეგ ბავშვიც მიხვდება, რომ შეცდომის უფლება აქვს და მას ტყუილი აღარ დაჭირდება.